კოტეს ტროპარ კონდაკები. აი როგორც ტროპარი და კონდაკი ისე არის, ხა რაც მოგიხევით ლექსად როგორ არის ეს გამოხატული. წმინდა სიორენ სირმიერი. დიოკლეტიანე იყო სუვერენი. ქრისტესი და წმინდა გიორგის მდევარი. და იმ დროს იქ კაცი ცხოვრობდა სიორენი, ვინც იყო ჭეშმარიტ უფლის მიმდევარი. და რადგან მას ხალხთან ყოფნა აშინებდა, ხშირად შეამჩნევდით მიწისკენ დაოთხილს, რადგან ულამაზეს ბაღს ის აშენებდა, რაც სურდა მსგავსი ყოფილიყო სამოთხის. თელს თავის ნიჭსა და შრომას რომ შიგდებდა, რადგანაც არავინ მას მეტი არ ყავდა, ის ბაღში ჭეშმარიტ უფალს ადიდებდა და თავის ცხოვრება ლოცვაში გაჰყავდა. არ სურდა მას ბაღში ცოდული შეეშვა, რომ სუფთად დაეცვა თავისი ოზისი. ერთხელაც ბაღში კი გვიან მან შენიშნა ქალი მოსეირნე იქ ულამაზესი. ასეთმა სურათმა ევა გაახსენა და ბაღშიც დარჩენა ამ ქალმა რომ სთხოვა, მან გულის სიღრმეში უფალი ახსენა და ამ ქალს ბაღის დატოვება მოსთხოვა. ქალიც დიდებული სწოლი რომ აღმოჩნდა, ამ იმპერიაში ტირანით მართულში სორენს საქციელეს ძვირად დაუშვდა, ყისვე დაიბარეს ის სასამართლოში. სადაც მოუწია მას თავის მართლებაც. და როცა ეს ფაქტი ჯეროვნად განსაჯეს, თუმცა შეიბრალა ის მოსამართლებაც, მაგრამ ქრისტიანობისთვის სიკვდილით დასაჯეს. ვახსენო გამომრჩა მაცდური მე გველი, აზრების რომ შევძლო სიმართლით გამართვა. ჩვენს ისტორიაში მოვიდა ჰეგელი, ვინც რელიგიის ბაღს უფლის ხე წაართვა და ჭეშმარიტება გააფორმალურა. საგნად რომ გონების გახადა ეს ცნება, თან შემოიპარა ბაღში რომ ქალურად თქვა რომ შეგვიძლია მისი შემეცნება. თუმცა არ აღმოჩნდა ბოლოში ეს სწორი. პასუხიც მიეგო ღვთის ძირის გამომთხრელს, რადგან დაიბადა სიორენ კირკეგორი და ხე დაუბრუნა ისევე სამოთხეს. უფალიც ფიქრებში თუმცა არ ეტევა და ადამიანის მოიცავს სულს ღმერთი, რად გვინდა ისეთი ჩვენ ჭეშმარიტება, ვისთვისაც ყველანი ვიქნებით სულერთი. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.